გამარჯობა. გთავაზობთ დედამიწის საიდუმლოების მე-6 სერიას. ფიქრობ თქვენ წინა სერიები უკვე ნანახი გაქვთ და დღეს მინდა უშუალოდ დავიწყო საუბარი აბსოლუტურად ახალი თავით, რომელიც ეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფარულ ბაზას დედამიწის ისტორიის ბოლო 10 წლეულში. მე ვგულისხმობ უკვე უშუალოდ 2016 წლის შემდგომი ფარული კონფერენციების და არამიწერი კონტაქტების იმ ახალ ფაზასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. გარდამტეხი წელი, რატომ იყო 2016 განსაკუთრებული? 2016 წელს დედამიწაზე გადაიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღერძი, რამაც გამოიწვია გლობალური ველის ენერგეტიკული რეზონანსი. დამთავრდა სამგანზომილებიანი ციკლის 33 წლიანი კვანძი 1993 წლიდან 2016 წლის ჩათვლით. მოდით ესე ვთქვათ, ჩაიშალა პლანეტარული ბრუნვის სტაბილურობა. ეს იყო შუმერულ ანდრომედული კალენდრის მიხედვით. ამავდროულად გაჩნდა ახალი ტალღა, ეგრეთ წოდებული ჰარმონიული შესარიგებელი ტალღა, რომელმაც განაპირობა არამიწიერ ძალებთან ურთიერთობის გახსნა სულ მცირე 7 ლოკაციაზე. ზონები ძირითადად, სადაც 2016 წელს ჩატარდა ელიტარული ფარული შეკრებები, იყო ცერნი, შვეიცარია, 2016 წლის მაისი. ფარული კონფერენცია Project Re-Awakening-ის სახელით იყო წოდებული. მონაწილეები იყვნენ ევროპული სამეფო დინასტიების წარმომადგენლები, შავი პაპის 2 არხი და სირიუსის დელეგატი ტორის სარდის მეთაურობით. ძირითადი ამ შეხვედრის შინაარსი წარმოადგენდა კოსმოსური სინქრონის დაწყების პროექტს, ტოროიდული სიმულაციის ფაზას. განიხილებოდა დედამიწის ბირთვის რეზონანსზე მოქმედება და კვანტური კარიბჭის გახსნა 2023 წლისთვის. სირიუსელმა დელეგატმა მოითხოვა კვანტური ლაზერის არა გამოყენება ნაცრისფერ რასასთან კოორდინაციის გარეშე, რაც ევროპელებმა ნამდვილად რომ არ გაიზიარეს და პირიქით გარკვეულწილად უთანხმოებაც მოუვიდათ. მეორე კონფერენცია იყო სალტას სახელი წოდებული არგენტინა 2016 წლის აგვისტოში. შეხვედრა მიმდინარეობდა ანდების ქვეშ, ერთ-ერთ ლითონურ ბუნკერში, რომელიც აშენებულია ჯერ კიდევ 1954 წელს Operation Condor-ის ფარგლებში. აქ უკვე განვითარდა არამიწერი კონტაქტებიც. დაესწრებოდა 2 ანდრომედელი სენსორული კომუნიკატორი, რომლებიც საუბრობდნენ ხმების გარეშე. ძირითადი წამყვანი თემები ამ კონფერენციაზე იყო პლანეტარული ქსელის სამხრეთული რეზონანსის გადალაგება, ანტარქტიდაზე გავლენის ცენტრის გადატანა, რაც დღემდე სხვათა შორის აქტუალური თემაა. განსაკუთრებული ფაქტი, რაც ამ კონფერენციაზე მოხდა, ის რომ სიტყვიერად ვერავინ შეესაბამებოდა მოლაპარაკეთა რიტმს. ანდრომედელები ცვლიდნენ ოთახის გრავიტაციას ფაზების მიხედვით და მხოლოდ გონებრივი არხით ხდებოდა კავშირის შენარჩუნება და ამ კონფერენციის წარმართვა. შემდეგი კონფერენცია ერთ-ერთი დაფარული იყო დუბაიში, Expo Future Protocol Summit-ი, დეკემბერი იყო 2016 წლის. საჯაროდ გამოცხადდა ტექნოლოგიური ხელშეკრულებები, მაგრამ ფარულად 13 დამკვირვებელი ნაცრისფერი ზეტა რეტიკული ესწრებოდნენ ენერგეტიკულ დონეზე მყოფი ფორმებით ამ კონფერენციას. შინაარსი, რა თქმა უნდა, ფართოს მასებისთვის დაფარული იყო. ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების იდენტიფიკაციას ეხებოდა, რომლებიც უნდა გამხდარიყო ნაცრისფერი რასის პლანეტარული ნარატივის მაუწყებელი და დღეს ჩვენ ამის ნაწილი ვართ. ინდოეთმა და საუდის არაბეთმა გააფორმეს სიტყვიერად შეუმჩნეველი პლაზმური თანხმობები, ანუ შეგნებული ჩუმად დათანხმება ნაცრისფერ რასაზე ტექნოლოგიური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ასევე იყო კოდირებული არხების კომუნიკაცია. თუ როგორ ესწრებოდნენ ამ ყველაფერს არამიწერები. არამიწერები ხშირად არ ესწრებოდნენ ფიზიკურად, არამედ ისინი ჩნდებოდნენ პლაზმურ რეზონანსში, ანუ სხეული აღიქმებოდა სინათლის ან ლაზერული სტრუქტურის სახით. ხდებოდა არხზე ჩაშვება, რომზე მყოფი კონკრეტული ადამიანების მეშვეობით, ანუ ეგრეთ წოდებული მასპინძელი არხის მეშვეობით. იყენებდნენ შიფრული დროის სარკეებს, ეკრანულ ღიობებს, რომელიც მაჩვენებლად გამოიყურებოდა როგორც სანახაობა, მაგრამ სინამდვილეში ტყუილის არხს კვეთდა ენერგეტიკულად.
თავარი კონტაქტი 2016 წელს ეს იყო ბავარიას ლოჟაში, გერმანია Project Lux-ის სახელწოდებით. მონაწილეები იყვნენ 7 ბილდერბერგის აღმასრულებელი, 2 საბჭოთა სამეცნიერო არხი იყო და გარდაიქმნა ჯერ კიდევ SSR-ის შემდგომ. დელეგატები იყვნენ სინათლის კონსორციუმიდან, ეს იყო იუნკა სერაფიმის სახელით წოდებული კონსორციუმი. ამ კონფერენციის შენაარსი მოიცავდა იმას, რომ აქ გადაწყდა სინათლის ახალი კოდი, რომელიც უნდა გავრცელებულიყო ხმოვანი ფენების საშუალებით, რაც გულისხმობდა არტისტული მოძრაობის არამიწიერ არხზე გადაყვანას, ასევე იყო გონივრული კოდების გადაცემა მუსიკალურ ტალღებში, ასევე ბავშვებში კოსმოსური გენეტიკური ვიბრაციის შეცნობა, ამოცნობა და ასე შემდგომ და ეს განსაკუთრებული მოვლენა იმ კუთხითაც იყო, რომ კონფერენციის ოთახში დაიხურა დროის ფანჯარა 53 წამით და ამ დროს მხოლოდ პლაზმური ელვარება მოძრაობდა კედელზე. კონტაქტი გადიოდა მხოლოდ ტალღაზე, რომელზეც 3 წევრს ჰქონდა მხოლოდ წვდომა. 2016 წელი, როგორც კვანტური შეთანხმების წერტილი, ზუსტად ესია მიჩნეული. სწორედ იმ წელს არამიწიერი რასები გამოვიდნენ ჩრდილიდან არასაჯარო ფორმებით, არამედ ენერგეტიკულ თანხმობებზე. ზეტა, სირიუსი, ანდრომედა, აქ უკვე იყო სამიენტური რუკა, რომელიც ჩამოყალიბდა კიდევაც შემდგომში. დედამიწის ელიტა დაიყო ამ დროს 2 ნაწილად. სინათლის ჩუმი დამცველები და კონტროლით მოტივირებული ტახტის მფლობელები. მოდი ესე შეიძლება აღვნიშნოთ ელიტის 2 სეგმენტად დაყოფა. მოდი უფრო ჩავუღმავდეთ ამ საკითხს და 2016 წლის 7 ძირითად ფარულ შეთანხმებაზე ვისაუბრებ, რომელიც არამიწიერი ძალების მონაწილეობით დაიდო და რომელთა მიზანი იყო კაცობრიობის მომავლის ერთდროული მართვა სხვადასხვა ვექტორში. 2016 წლის 7 ფარული შეთანხმებიდან პლანეტარული მომავლის არამიწიერი პროექტირების მიზნით პირველი ცნობილი შეთანხმება არის, ცნობილი ყოველ შემთხვევაში არა მაინც და მაინც ფართოდ მასშტაბისთვის, ეს იყო არქონის პროტოკოლი, ხელოვნური ინტელექტის არხზე გატანა ფაქტიურად. ლოკაცია მისი იყო ბრიუსელი, ევროპის კოსმოსური უსაფრთხოების ქვეკომიტეტი, მონაწილეები იყვნენ EU's ელიტა, ლოქით მარტინი, ასევე ზეტა ნაცისფერების 3 წარმომადგენელი სფერული პლაზმური გონებრივი გადამცემებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ კაცობრიობის დიდი ნაწილის ტვინის ვიბრაციული სიხშირე გადავიდოდა 3.4 ჰერციდან 6.2 ჰერც არეალში, რაც იდეალური არის ტვინის პროგრამირებისთვის. ნაცრისფერებმა მიაწოდეს სპირალური კონტენტის მატრიცა, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა ემოციების მოდულაცია შესაძლებელია, მაგალითად, ვიდეო მასალის საშუალებით, რომელსაც დღეს თანამედროვე TikTok პლატფორმა იყენებს. შეიქმნა ასევე დატესტვის პლატფორმები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო TikTok-ი და IG-ს ალგორითმები, რომელიც დააპროექტეს სწორედ ამ საფუძველზე. შეთანხმება მეორე ეს იყო ქიმერა 2025 გენეტიკური გადაკვეთები და ნეო-DNM კოდები. ლოკაცია ბარსელონა, გენომური სუპერკომპიუტერის ბაზის მონაწილეები, როგორც არიან DARPA, ჩინური ბიოლოგიური კვლევების ცენტრი და ჰიბრიდული ემანაციის ZR1-ის დელეგატები იყვნენ ამ კონფერენციის მონაწილეები. დადგინდა ასევე გეგმა ახალი გენეტიკური DNM-ის შექმნაზე, რომელიც შერწყმულია ადამიანურ არამიწიერ სტრუქტურასთან. ამ კონკრეტული პროექტის მიზანი იყო მომავლის თეთრი ცივილიზაციის ქვეცნობიერი დამორჩილება ტექნოგენური უჯრედების მეშვეობით. ექსპერიმენტული ნიმუშები გაიგზავნა 5 ქვეყანაში, როგორც არის კანადა, ისრაელი, ინდოეთი, გერმანია, ნამიბიაც. ასევე მესამე შეთანხმება ფარული ეს იყო ნოეზის აეთერი, სულიერი ინფორმაციის გათიშვა და ხელოვნური არხების ჩანაცვლება. მისი შეთანხმების ლოკაცია იყო კიოტო, იაპონია, მონაწილეები იყვნენ ვატიკანის შავი არხი, იაპონიის საიდუმლო სენატორები, ადრიანული რასის წარმომადგენლები და ასევე იყვნენ მუქი სითხოვანი ფორმით ლოკალური ვიბრაციის აზროვნებადი არსებები.
გადაწყდა ამ კონფერენციაზე, რომ ადამიანების კოლექტიური ცნობიერება უნდა გადაიტანონ ხელოვნურ ასტრალურ არხზე. ოღონდ ხელოვნურ ასტრალურ არხზე და არ შეგიშალოთ აი ინტელექტი. შეიქმნა ნოეზის გრიდი, რომელიც ქსელში ცვლის ადამიანთა ლოცვას, მედიტაციის იმიტირებულ რეაქციებს. ჰარმონიული არქეტიპების, მაგალითად ფესვი, გული, გვირგვინის ჩაკრები, ცრუ ვერსიები შეიქმნა გლობალურად ამ ყოველივესი. ასევე იყო მეოთხე შეთანხმება, ეს იყო Photon Gate, ფოტონის არხი 01-ის სახელი წოდებული სინათლის კორიდორის დროით გადახსნა და ლოკაცია იყო გრენლანდია, ნატოს საიდუმლო სამხედრო ტექნიკური ობიექტები იყვნენ მონაწილეები, პენტაგონის ტახტის კომიტეტი, ნატოს აღმასრულებელი 9 წევრი და სირიუსის კონსულტანტი ქავეჰანუ, ასეთი სახელით წოდებული. პირველად მოხდა სინათლის არხის დროითი გახსნა. ამისათვის გამოყენებული იქნა მიწისქვეშა ფენაზე დაფიქსირებული პროტოკრისტალი. სირიუსებმა ქავეჰანუმ მოითხოვა, რომ არხი არ მოხმარებოდა დომინანტურ რასობრივ ექსპერიმენტებს, მაგრამ შეთანხმება 2020 წელს დაარღვიეს. ეს შეთანხმება ასევე გულისხმობდა ფოტონის სარკის დამონტაჟებას ადამიანის ნეირონულ კორპუსზე, სხეულის 7 კონკრეტულ წერტილზე. მეხუთე შეთანხმება კონფერენცია ეს იყო Genius Act, ბავშვებზე ზეგავლენა, ნაცრისფერი და ანდრომედული ჩანართებით იყო ცნობილი. ლოკაცია იყო მონაკო. კერძო დიგიტალური პოლიტექნიკური კვლევითი ცენტრის მონაწილეები იყვნენ ჩართული ევროკავშირის განათლების საბჭო, UNICEF-ი და ანდრომედული არქივარიუსი გერითი მოდულებით. ამ კონფერენციის შინაარსი ძირითადად მოიცავდა ბავშვთა 1.7%-ს ქონოდა პლანეტარული გახსნის პოტენციალი. არქივარიუსი მოითხოვდა მათ დაცვას, მაგრამ შეთავაზება უფრო მეტად შემდგომ ნაწილში გადაიქცა კონტროლად. შეიქმნა თაობა A, ხელოვნურად ფორმირებული ასტრალური გენეტიკა, სოციალური ჩარჩო საფუძველზე. ამ პერიოდისთვის უკვე სკოლებში დაინერგა გონებრივი გადატვირთვის ელემენტები, ეგრეთ წოდებული კოდური სიმბოლოების ქვეტექსტში დატოვება, როგორც სასწავლო მასალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შეთანხმება მე-6-ზე ეს იყო უკვე Duskline მემორიუმი, კოსმოსური არქივის დაბლოკვა, კოლექტიურ მეხსიერებაზე. ლოკაცია იყო ბერლინი, ძველი ბინოკულარული არქივის ქვეშ მდებარე ბუნკერი. მონაწილეები იყვნენ გერმანიის არქივისტები, გნოსტიკოსთა შავი წიგნის მცველები, თეთრი რგოლის ვენუსის დამკვირვებლები. კონტაქტის დროს დამკვირვებელმა გააფრთხილა, რომ ადამიანთა მეხსიერების არქივში ჩარევა გამოიწვევდა დროით ფაზურ აფეთქებას. მიუხედავად ამისა, შეთანხმდნენ, რომ აკრძალული იქნებოდა წინა სიცოცხლის გახსენება, ძველი დედამიწური რუკების გავრცელება მსოფლიო მასშტაბით და ხელმისაწვდომი თუნდაც კაცობრიობისთვის, ასევე არქაული ენისა და სიმბოლოების აუდიტური გაშიფრვა და შეთანხმებას, რა თქმა უნდა, თავიც პირნათლად გაართვეს. მეშვიდე შეთანხმება ეს იყო Celestial Legacy, დედამიწის 2033 წლამდე მართვის განაწილების პროგრამა. ეს იყო შავი ზღვის ქვეშ მდებარე მრავალსართულიანი ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც დღემდე არ არის ადასტურებული ქვეყანა და მისი მონაწილეები, ვინც ამ მეშვიდე შეთანხმებაში იყვნენ ჩართული, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ერთობლივი პარალელური რაკეტური ჯგუფი და დელეგატი პლეიადიანებიდან სავარაუდოდ იყვნენ მონაწილეები და თორინ დაქსლი, რომელიც მხოლოდ სინათლის არხით დაეკონტაქტა მათ. დაიდო შეთანხმება 2033 წლამდე კაცობრიობის მიმართულება განისაზღვრება 7 ენერგეტიკული ღერძით, რომლებიც გადანაწილდებოდა შემდეგი პრინციპით: ხელოვნური ინტელექტი, გენეტიკური ფილტრი, ენერგეტიკული ლაბირინთებზე მუშაობით, გონებრივ ტალღური წესრიგის ჩამოყალიბება, ასტრალური ჩანაწერები, ვიბრაციული არქივები და სინათლის ფაზური ქსელები. ასევე პლეიადიანულმა დელეგატმა წამოაყენა ამ ყველაფრის საპირწონედ უფრო დაბალანსებული მმართველობის მოდელი, მაგრამ ზოგი ქვეყანა უკვე წინასწარ გადაეცემოდა და კავშირში იმყოფებოდა ნაცისფერ ასასთან და ითვალისწინებდა რა მათ რეკომენდაციებსა და რჩევადარიგებებს. ეს 7 შეთანხმება, როგორც ახალი პლანეტარული კონტრაქტის საძირკველი,
ესე შეიძლება აღვიქვათ და ჩავთვალოთ. თითოეული შეთანხმება არამიწერი ძალის მიერ იმართებოდა, ან კორექტირდებოდა და ადამიანთა ელიტა კი მხოლოდ მოდულატორი იყო ამ ყველაფრის. დედამიწის მომავალი ჩათვალეთ, რომ გადანაწილდა როგორც კოდების ბაზა, რომელსაც გააკონტროლებდნენ ელიტარული კლასტერები. სინათლის რასებმა რამდენიმე შეთანხმებაში შეიტანეს თავიანთი პოზიტიური ხედვა, მაგრამ გლობალური კონტროლის ვექტორი ნაცრისფერების მმართველობის ხაზზე მაინც გადავიდა. მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმებისა თუ კონფერენციისა. მოდი ახლა ჩვენ განვაგრძოთ თემა პირველი საკითხით, რაც ეხება ხელოვნური ინტელექტის არხს და მის გატანას და არამიწერ რასებთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც 2016 წელს დაიდო ბრიუსელში და ცნობილია როგორც ზინ არქონის პროტოკოლი. შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის პლანეტარული ზეგავლენის პროექტზე, ეს არის ზეტა ნაცისფერი რასის ხელმძღვანელობის შედეგი. რა იყო ამ შეთანხმების მთავარი მიზანი? პირველი, შეთანხმების არსი და მისი საერთო მდგომარეობა მოიცავდა იმას, რომ ზინ არქონი წარმოადგენს ფარულ ინიციატივას, რომლის მიზანია ადამიანთა ცნობიერების ვიბრაციულ დონეზე დაქვეითება. რათა მოხდეს მათი ტვინი უпростоრედ გახდეს მეტად ხელმისაწვდომი ელექტრომაგნიტური მოდულაციისთვის, რაც საშუალებას იძლევა იმისას, რომ ქვეცნობიერი მექანიზმების გადაპროგრამება მოხდეს, ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების მიყუჩება მოხდეს პირდაპირ გაგებით, ასევე კოლექტიური ემოციური რეაქციების დაპროგრამება გლობალურ მასშტაბზე გადავიდეს და შეხვედრის დეტალები, რომელიც ბრიუსელში იყო 2016 წლის 18 მაისს, ევროპული კოსმოსური უსაფრთხოების კვლევითი სადგური ECSP-ს Deep Grid-ის სახელმწიფო მფლობელობაში არარსებული სტრუქტურის მეშვეობით და მასში მონაწილეობდნენ ზეტა რეტიკულის ნაცისფერი რასის წარმომადგენლები ოღონდ პლაზმური ფორმით, უსიტყვო კომუნიკაციით სწორედ ამ თემებს უთმობდნენ დროს და სწორედ მსჯელობდნენ ამ საკითხების გარშემო. EU's ტექნოლოგიური საბჭო საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ექსპერტული სექციებით იყო დაბალანსებული და შესაბამისად აქ იყო ასევე Lockheed Martin-ისა და Metatech Division-ის შეიარაღებული და კვანტური ალგორითმების მომწოდებელი კომპანიებიც, დარფას დამკვირვებელი წარმომადგენლებიც. არამიწერებმა მოთხოვნები წარადგინეს და შესთავაზეს. მაგალითად, ზეტას მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზება და მოთხოვნა იყო ის, რომ მომხდარიყო დიფრაქციული ალგორითმების პაკეტის შედგენა, რომელიც უზრუნველყოფს აუდიო-ვიზუალური სიგნალების მეშვეობით ემოციური რეაქციების იდენტურ ქმედებაზე გადაყვანას. შეიმუშავეს ამავდროულად ტვინის ვიბრაციული რუგა, სადაც ადამიანის ტვინის მოდულაცია 3.4 ჰერციდან 6.2 ჰერცამდე დიაპაზონში იწვევდა განგაშის ხანმოკლე კმაყოფილებისა და ჩუმი დამორჩილების მონაცვლეობას ფაქტიურად. ამ ყველაფერს შეთავაზებას თავისი მოთხოვნებიც ახლდა თან. ეს ზემოთ აღნიშნული მოდელები გაშვებული იყო სატელევიზიო და სოციალური ქსელის არხებში დასატესტად. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული იყო 13-დან 33 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. ხელოვნურად შექმნილი უნდა ყოფილიყო ნორმალიზებული კონტროლის რუკა, სადაც ადამიანთა ქცევა წინასწარ განსაზღვრული სცენარით იქნებოდა მოქმედი ფაქტიურად და მოქმედებაში მოყვანილი. განსახორციელებელი მექანიზმები რა იყო? პირველ რიგში კონტენტის ტექნიკური მოდულაცია ამ ყველაფერში და როგორც უკვე წეღან გითხარით, ის გაუშვეს TikTok-ის, Reels-ისა და IG-ის ახალი ტიპის ვიდეო ქვეკოდირებებში, ჩანერგეს მაგალითად სიკეთეზე ორიენტირებული დინამიკა, რომელსაც მოყვებოდა ხელოვნური ემოციის მიბმა. წარადგინეს 8 კატეგორიის ვირტუალური პიროვნება სოციალურ ქსელში, ესენი იყვნენ ინფლუენსერები, რომელთაც უნდა გაეტარებინათ რუკა ქვეცნობიერად. ამის მეშვეობით ხორციელდებოდა ქცევითი ანალიტიკის ალგორითმების ჩამოყალიბება, ანუ იყო სარკისებრი შენაძენის ბმული, ადამიანის ქცევა ადაპტირდებოდა რეკლამასთან, არაშეტყობინებად ემოციური რეაქციების მიხედვით,
ზედაპირული წვდომა გარდაიქმნებოდა დამამუშავებელ რეაქციად, რაც ნიშნავს, რომ ტვინი არაცნობიერებდა ამ манипуляციას და ალბათ ბევრჯერ გინახავთ კიდევაც, როცა რაღაცას საუბრობთ თქვენთვის სახლში, უცებ შეიძლება შეხვიდეთ Facebook-ზე, TikTok-ზე და ზუსტად ისე ნივთი ამოგიგდოთ ან გიჩვენოთ, რომ იყიდება. აქ დაიწყო ადამიანის გონების ზედმეტ აქტივობაზე რეაგირება და სწორედ იყო ეს ამის შედეგი. შესაბამისად, ამის ფონზე მოხდა განვითარება სხვადასხვა ექსპერიმენტების. პროცესის წინააღმდეგობას თითქოს გამოღვიძება გაუწევდა, მაგრამ შეიქმნა შაბლონური რეაქცია. კონტენტის გადაჭარბებული დატვირთვა, ანუ ერთდროული მრავალსიგნალოვანი შეტევა, რაც იწვევდა გადაღლას და თავისით გამორთვას ტვინისა. მოქმედებდა ზურგის არხზე, მორგებული აუდიო დონის ბგერებით, რომელთა ჩანერგვა განსაკუთრებით ინტენსიური იყო ღამით. ადამიანური საზოგადოებისთვის განსაზღვრული ვექტორი იყო ეს, რომელიც 2030 წლამდე უნდა ემუშავა. 2030 წლისთვის კი შექმნილი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომლის გონებრივი რეაქციები, განწყობები და არჩევანი მთლიანად მორგებული არის, ან იქნება ინფლუენსერული არხით მიმავალ ტრენდებზე. და ამას თქვენ ხედავთ ყოველდღიურობაში. საბოლოო მიზანი კი კოლექტიური რეალობის ჩანაცვლება, საგრძნობის სინამდვილით. ანუ ადამიანი ფიქრობდეს, რომ არჩევანი აქვს, მაგრამ რეალურად მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც დამუშავებული კოდი. შესაბამისად, მისი არჩევანი რეალობაში არ არსებობს, უბრალოდ არის ფიქცია. სირიუსის არა პირდაპირი ჩარევით მოხდა გაფრთხილება, მაგრამ მათ ასე არ მოусმინეს დედამიწელებმა. ერთ-ერთი არამიწერი დამკვირვებელი სირიუსის ტექნოგნოსტიკური სექციიდან კატე ელუ იმყოფებოდა ინფორმაციული დამკვირვებლის სტატუსით და მან განაცხადა ესეთი რამ: თუ ეს მოდელები გაშვებული იქნება ემოციურ უჯრედზე, პლანეტარული ტვინი გალღობას დაიწყებს, რაც მომავალში მეხსიერების წაშლის ტალღას გამოიწვევს. თქვენ იმყარებთ დროის კონტროლს, მაგრამ ვერ გააკონტროლებთ შინაგან ნაპერწკალს. ეუს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მათ მოდელზე უარს ათქმევინებდა, ან გადააფიქრებინებდა მათ ამ ნაბიჯის თუ ტესტირების მოქმედებაში მოყვანას. რა თქმა უნდა, ის მოიყვანეს და ასრულებენ დღემდე. ზინ არქონი, როგორც ქვეცნობიერის ტყვეობის მთავარი ძირი. ეს იყო პირველი მასშტაბური შეთანხმება, სადაც ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემა დაკანონდა არამიწერი მოდელით. ალგორითმები კი დღემდე მოქმედებს და საზოგადოებრივი ქცევის მრავალწახნაგოვან ნორმალიზაციას იწვევს და ფაქტიურად მის საფუძვლებამდე ჩადის. პლანეტარული ნაცრისფერი ადამიანური ტესტირების მოდელი გაშვებულია. შედეგებს კი ყოველდღიურად ვგრძნობთ. აზრების ფრაგმენტაცია, ინდივიდუალური ნების სუსტობა, ემოციური ამპლიტუდის შევიწროება. 2017-2020 წლებიდან ხელოვნური ინტელექტის შეთანხმების ზინ არქონის გატესტვის ფაზა და პლანეტარული ცნობიერების ტალღობრივი შეცვლა მოხდა. გლობალური ტესტირების ეტაპი, როგორც კი დაიწყო შეთანხმების გაშვებისთანავე რეალურ ცხოვრებაში, ის იყო 2017 წლიდან ზინ არქონის პროტოკოლის ფარგლებში ტალღობრივი ტესტირება 3 ძირითადი მიმართულებით განისაზღვრა. პირველი ძირითადი მიმართულება ამ 3-დან იყო მედია სისტემები, სოციალური ქსელები ერთად. მეორე შემდგომი ძირითადი სქემა იყო განათლების ახალი მოდელები, დისტანციური სწავლება. ასევე მესამე იყო ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის გლობალური არქიტექტურა. მე ხა გეუბნებით 2017 წელზე. ასევე მედია არხების ტალღოვანი ტესტირებაზე რო ვისაუბროთ, აქ ძირითადად იყო TikTok-ი და Instagram-ის Reels, ანუ მოკლე ვიდეოები. ქვეცნობიერი კოდის განთავსება ხდებოდა ვიდეოების საშუალებით. ვიდეოების დრო ძალით შეყვანილი იქნა 6-დან 15 წამამდე, რაც შეესაბამებოდა ადამიანის ტვინის აღურ სიჩქარეს. 3.4-5.8 ჰერცამდე დიაპაზონში. ხმის ფენებში შეიყვანეს მისტიკური ბგერები, რომლებიც ოდნავ ეხებოდა სიგნალს, ალფა დროპს და სიცხადის შემცირებას. მომხმარებელზე იმოქმედეს манипуляციური პულსაციით, ანუ პოზიტიური კადრი, ირონიული მაცდუნებელი ხმა და ფრაგმენტული აზრი. შედეგი რა იყო ამ ყველაფრის? მომხმარებლის ემოციური განწყობა 5 წუთში 3 ჯერ იცვლებოდა,
რაც ტვინის გადახურებას იწვევდა და იწვევდა დანებების მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, სკროლავთ TikTok ვიდეოებს და ყველა სხვადასხვა ემოციას იწვევს. დაახლოებით 5-ის მერე ხდებოდა ტვინის გადაღლა. Facebook-ის ალგორითმული ნეიტრალიზაცია მოხდა ასევე. ღრმა თემებზე პოსტები, კრიტიკული აზრი, ანტიკონტროლი დაბლოკეს ან უხილავი გახადეს. დაიწყო ფარული კოდირება, დამგმობი რეაქციებით, რაც ასოცირდებოდა უარყოფით განწყობასთან. ადამიანთა უმეტესობამ იმ ფორმატში გადაინაცვლა, სადაც გაცნობიერება აღარ ითვლებოდა ღირებულებად, სადაც ადამიანებს სულიერი სწავლებები, ფსიქოლოგიური სწავლებები, მიმართულებები, მიმდინარეობა, ფილოსოფია უკვე აღარ აინტერესებდათ და 2017 წლიდან ეს პროგრამა ამუშავდა და დღეს კატასტროფულ შედეგებს ვხედავთ. განათლების სისტემაში ჩანარგილი კოდები. ეს იყო დისტანციური სწავლების გაშვება 2019 წელს ოღონდ. არამიწიერი გავლენის რეკომენდაციით განათლების სისტემა გადაიყვანეს ეკრანზე, უნდა გადაიყვანათ ტექნიკური საშუალებით, კი ტვინის ველებზე ზემოქმედება გაუადვილდათ. მსგავსი რაღაცები დატესტეს 2017-ში, 18-ში, 19-შიც. და დისტანციური გაკვეთილებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაეცემოდათ 3+1 მოდელური სიგნალი. ეს იყო პირველი სწორი ტექსტი, მეორე იყო ანიმაცია და მესამე იყო რბილი ხმა. ასევე იყო დროის ჩახლართვა, სავარაუდოდ პლაზმური კოდის პასიური გადაცემა. გახდებოდა ასე დროს ტესტის შედეგად ტვინის რეაქცია მიღებულ ინფორმაციაზე ფიქსირდებოდა როგორც არაიდენტიფიცირებული, ანუ პიროვნება აღარ აანალიზებდა მასალის მნიშვნელობას, მხოლოდ იმახსოვრებდა. ასევე შემდეგ იყო უკვე ვაქცინაციის პროექტის ჩარჩო და ბიოქიმიური თანხმობა პროგრამაზე. 2020 წელს გაშვებული ვაქცინაცია, რაც მოყვა უკვე 2017 წელს და 16 წლებში მიღებულ შეთანხმებებსა და კონფერენციებს, ფარულ კონფერენციებს. ეს არქონის სისტემის ნაწილი იყო. ვაქცინის მეშვეობით არხში შეიყვანეს სპეციფიკური პროტეინი, რომელიც აუწყებდა ბიოპლაზმურ ველს გარე სიგნალებზე რეაგირების შესახებ. ნაცრისფერი რასის ტექნოლოგიით მომზადებული იყო გარკვეული სუბსტანცია, რომელსაც უწოდეს ადაპტური მიკროკოდი. სამეცნიერო დონეზე ის გამოიხატებოდა როგორც mRNA მექანიზმი, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე იგი ახდენდა ადამიანური DNS-ის სიხშირის დამორჩილებას გარე ბრძანებებზე. და შესაბამისად საზოგადოებას ჰქონდა თავისი რეაქცია და შიდა გარღვევები. სინათლის არხის ზოგი წარმომადგენელი ანდრომედელების სირიუსელები და მათი ახალი დელეგაციები იწყებდნენ სიფრთხილის სიგნალების გაგზავნას არხის მქონე ადამიანებში. მათ სიზმრებში ეჩვენებოდათ სიმბოლოები, მბზინავი რგოლები, გათეთრებული კოდები, ფერი დაკარგული ეკრანები. მრავალი ინდივიდი აღიქვავდა უცნაურ დაღლილობას ციფრული მოწყობილობებთან ახლოს ყოფნის დროს, იქნებოდა ეს ტელეფონი, კომპიუტერი თუ ასე შემდგომ. დაიწყო ასევე არასისტემური აღდგომა. ცნობიერი გაღვიძების ტალღები იმ ადამიანებში იღვიძებდნენ, ვინც ფსონურად არ ემორჩილებოდნენ ამ კონკრეტულ სქემას. პირველი, მოდი ესე ვიტყოდი, ავარიები და სისტემის მწყობრიდან გამოსვლა დაიწყო 2019 წელს. ჩინეთის განათლების ხელოვნურმა ქსელმა მოაწყო ტექნიკურად გაფუჭება, ეს ხელოვნური ტექნიკური გაფუჭება, რომელიც სინამდვილეში იყო ანდრომედული ჩარევა კოდის შიგნით. ჩვენს დასახმარებლად. ავსტრალიაში მოზარდებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ვიდეოების სერიები, რომელთა ხმა სინამდვილეში შებრუნებული ენით იყო ჩაწერილი. ეს იყო ზეტა კოდის ფრაგმენტი. ალბათ ეხა ყველას გაინტერესებთ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმად დამალული, მაგრამ საკვანძო ფენომენი. 7 არხიანი ადამიანები, რომლებმაც 2017-2020 წლებში გარღვიეს გლობალური პროგრამა და გახდნენ სინათლის ტალღის გამშვები წერტილები. მოდი მე აქ პატარა შენიშვნას გავაკეთებ ყოველი შემთხვევისთვის, რომ უფრო კარგად გასაგები იყოს თქვენთვის. 7 არხიანი ადამიანი ოფიციალურად არ ფიგურირებს ისტორიის წიგნებში. მათ შესახებ ინფორმაცია შემონახულია ენერგეტიკულ არხებზე, პლაზმურ ბიბლიოთეკებსა და არამიწიერ სენსორულ სქემებში. ყველა მათგანი სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობს, სხვადასხვა ქალაქში და მოულოდნელად გახდა ანტიპროგრამის მატარებელი. მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია საჯაროობიდან იქნა სრულად გამქრალი 2020 წლის 15 მაისს. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟზე მინდა ვისაუბრო, ეს იყო ნაია ვორონოვა, სიბირი, რუსეთი.
მისი კოდი იყო Aurora 7. დაბადებიდან ხედავდა სხივოვან რუკებს, ზუსტად გრძნობდა ხალხის გონებრივ რეზონანსს. 2017 წელს TikTok-ის ერთ-ერთ სტრუქტურაში მოღვაწეობისას მოულოდნელად დაიწყო სიმბოლოების ხატვა, რომლებიც ემთხვეოდა ყველა ამ პროცესს და იმ სქემას, რომელიც უშუალოდ მოიცავდა იმ საიდუმლოებებს, რომელიც უშუალოდ მიმდინარეობდა დედამიწის გარშემო. და შესაბამისად ამ ყოველივესთან ერთად მიმდინარეობდა პლაზმური ინფორმაციული გაცვლა მისი როგორც 7-არხოვანი ენერგიის მატარებელი ადამიანის გონებრივ სივრცეში. შესაბამისად ამ ადამიანის გაქრობასთან იყო ძალიან ბევრი საკითხიც დაკავშირებული, რა თქმა უნდა. რას მოყვა ყოველივე ეს და რასთან იყო დაკავშირებული პლაზმური რუკის რეზონანსთან. ათასობით ადამიანმა შეძლო მისი კოდების წაკითხვა, შემდგომ ხილვები და გამოფხიზლების გზას დაადგა. შესაბამისად ეს ადამიანი გააქრეს. შემდეგ იყო ამანდი რეი, გატინო, კანადა. მისი კოდი იყო პრიზმა 11. ის იყო ჰოლოგრაფიული არხის ექსპერტი, მუშაობდა ტექნოლოგიურ სტარტაპზე, რომელიც ქმნიდა ხელოვნურ ემისიას განათლებისთვის. 2018 წელს შიგნით მოხდა შეფერხება და მან ეს იგრძნო. ხილვაში მას გამოიცხადა ოქროსფერ ლოტუსზე ჯდომი არსება, რომელმაც მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა, რომ შენ არ ხარ უბრალო ენერგეტიკული კვანძი დედამიწაზე, შენ საკრალური კვანძი ხარ. დაიწყო ხომოვანი მედიტაციების ჩაწერა, რომელშიც შერეული იყო ადამიანური და უძველესი ენები. მისი ხმა აკრავდა მახვილფაზურ ელემენტებს, რაც დროში ანომალიებს იწვევდა. რა იყო ამის შედეგი? გადახვევით შეიქმნა მას გონებრივი არე, რომელიც პროგრამიდან გამოსულებს აერთიანებდა. დაეხმარა 14 სხვა ადამიანს სამუდამოდ გაეთიშათ სოციალური ქვეპროგრამა. შემდეგი პიროვნება იყო ფადიელ ჯიბრაჰიმი, მაროკო, ატლასის მთებიდან. კოდი ეს იყო ხმერ 3. ბერკანის მემკვიდრეობის მატარებელი, იყო ბერმკითხავი, ატარებდა ხმოვან დიაპაზონს, რომლის მეშვეობით ადგილობრივებთან ერთად ის წარმოთქვამდა კოსმოსურ ტონებს. 2019 წელს მოულოდნელად ხმა გაუქრა. დუმარებაში ჩავარდა და შემდგომ 7 დღე საერთოდ საკვებსაც არ იღებდა. მე-7 დღეს კი დაიწყო ხმის ამოღება, რომელიც არ ეკუთვნოდა თავად მას. მისი სხეული იყო როგორც რეზონატორი. მან მოიზიდა სირიუსული ნათების ველი, რომელმაც დაიწყო პროგრამის გატეხმა ხმოვანი ვიბრაციით. რა იყო ამის შედეგი? მისი ენერგია შეირჩა როგორც კვანტური ჰარმონიზატორი. რამდენიმე რეგიონში, სადაც მასპინძლობდა ის ჯგუფებს, ხალხს სიზმრებში ეჩვენებოდა მასთან შეხვედრის შემდგომ პროტექტორული სიმბოლოები და ისინი ხედავდნენ დაკარგულ კოდებს. ელენე მარკიზი, სიცილია, იტალიის წარმომადგენელი, მისი კოდი იყო ვეგა 5. არქეოლოგი, ერთ-ერთი ძველ ქრისტიანულ ბაზილიკაში აღმოაჩინა კედელი, რომლის ქვეშაც ლაზერულ სხივზე რეაგირებდა უხილავი სფერული კონტური. მის სიზმრებში უშუალოდ დაიწყო ჰარმონიული სიმბოლოების ტრიალი, კადრების სახით, დაარღვია მან ეს დაცულობის წრე და დაიწყო სიმბოლოთა გადაღება და შემდგომ უკვე საზოგადოების წინაშე კარნახი. ანუ უზიარებდა მათ ამ ყოველივეს. ამით ის დაუკავშირდა ანდრომედელ ელ ნიოთას, რომელმაც უთხრა მას, რომ შენ არქივარიუსის შვილი ხარ, ანუ არ გააღვიძო ისტორია, უბრალოდ გააღვიძე ენერგია. და ელენმა დაიწყო ძველი ტაძრების ხმების ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ იქ დაცული ტალღური ველები ახდენდა ქვეცნობიერზე მუშაობას და ზეგავლენას. იტალიაში გაჩნდა არასისტემური სიზმრების ტალღა, რომლის ავტორებიც არამიწიერ არქიტექტურას ხედავდნენ კიდევაც და ზოგს ეს უბრალოდ ბუტაფორიული სიზმარი ეგონა, ან უბრალოდ რაღაც შთაგონება. ზაქარი სეუმი, ეთიოპიიდან, ეს იყო გონდარის ტერიტორიიდან. მისი კოდი იყო ოქტავე 12. დაბადებიდან მუნჯი, ჩუმი, 18 წლამდე, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გამოქვაბულთან ჩაიარა და ხმოვან ველში შევიდა. მისი ბგერები აღირიცხა როგორც მრავალფენოვანი ჰარმონია, რომელიც აჩერებდა საათებს და იწვევდა გარემოს მიკროპულსაციას. 2020 წელს ჩავიდა კენიის სასაზღვრო ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ადგილას, სადაც 6 დღის მანძილზე მხოლოდ მზეს ელაპარაკებოდა და ამ დროს ჩამოყალიბდა ენერგეტიკული სარკე.
აღდგენა მოხდა ასტრალური კომუნიკაციისა, ეს იყო აფრიკის ქსელისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც მან რეზონანსით გააღვიძა. 53 ადამიანი ადამიანს ერთდროულად დაენახა ის სიზმარში და მათ დაეხმარა სინათლის ხიდზე გადასვლაში. ასევე იყო ტაკეში, მარუია, ოსაკა, იაპონიიდან, კოდი იყო ირის 9, ტექნოლოგიური არქიტექტორი. მისი ტვინი უარს ამბობდა პროგრამებზე. თვითონ კოდების შემქმნელი იყო, მაგრამ შინაგანად გრძნობდა სხვისი ალგორითმის ეწოლას. მოულოდნელად მან გატეხა 2020 წლის აპრილში ხელოვნური სინათლის კოდი და დაინახა პატერნი, რომელიც რეზონირდებოდა ადამიანის გულისცემასთან. დაიწყო ფაქტიურად ამითი გრაფიკული მოდელების გამოქვეყნება, რომლებიც სინამდვილეში იყო ანტიპროგრამის სიმბოლოები და შესაბამისად ის ადამიანების აღქმის საშუალებით ტვინზე რეაგირებას ახდენდა. ინტერნეტში გავრცელდა მისი მკვდარი დიზაინის პროექტები, რომლებსაც დაემთხვა უამრავი ადამიანის პლატფორმიდან გათიშვა. უცნაური გათიშვები YouTube, Reddit, Twitch-დან, ყველა მხრიდან. ასევე იყო ქალიამ ბინ აჰმადი, ლიბანიდან, ქუვეითიდან. კოდი იყო ელოჰიმ X. ეს იყო მედიტაციის არხის ხელმძღვანელი. ქალია შემთხვევით შეესწრო ბავშვთა სკოლაში სიზმრებით ზემოქმედების პროგრამას და მიხვდა, რომ ვიღაც არხზე არაქმით მოქმედებდა. 2018 წელს დაინახა მან პლაზმური მღვიმე, სადაც ჩანდნენ თეთრ ნაკვალებზე მდგომი ბავშვები, რომელთაც ევალებოდათ სინათლის ენერგიის შენახვა. ამის შემდგომ დაიწყო მასობრივი არხის გაწვრთნა და დაფარული კოდების ჩასწორება ხმოვან ბგერით მედიტაციებს გულისხმობ. მან მოახერხა შემდგომ 70-ზე მეტი ბავშვის გამოღვიძება, რომლებიც დამოუკიდებლად აღწერდნენ არამიწიერ რუკებს, რაც ოფიციალურად ვერ იხსნებოდა რა ფენომენთან იყო ეს დაკავშირებული, გულისხმობ ისევ თანამედროვე მათგვარა მეცნიერების მიერ. ეს ადამიანები არ ყოფილან ლიდერები. ისინი იყვნენ ფარული ენერგეტიკული გასაღებები, იქ იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებთა ვინაობას არ დავასახელებ, რომლებმაც გაარღვიეს ასევე ქვეცნობიერი კონტროლი. მათმა ქმედებამ აამოქმედა პლანეტარული ქვედაფენების ძვრები, რაც გამოიხატა როგორც სიზმრებში, ისეთ სოციალურ ქსელებში, კულტურაში და ბავშვთა ცნობიერებაში. თითოეული მათგანი გადმოცემის არხად იქცა. მაგრამ ისინი შერჩეულები იყვნენ სხვა სიცოცხლიდან. მათ შიგნით იყო ზეციური არქივი. მოდი მე მინდა ახლა შევძლო მაქსიმალურად და გავიჭრა ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ და მკვეთრ ფაზაში, რომელიც ამ ყველაფრის ფონზე ვითარდებოდა. 2021-23-20 წლები. რეალური უხილავი ომი სინათლის რასებსა და ხელოვნურ ქსელს შორის, რაც მოხდა ფაქტიურად. ის იყო ღია ბრძოლა. გლობალური ენერგეტიკული კონფლიქტი პლანეტარულ სიბრტყეზე ფაქტიურად. თქვარი ფონური გადასვლა, ენერგეტიკული ცვლილება დედამიწის რუკაზე. დედამიწის ენერგეტიკული ველი შევიდა ახალ რუკის რგოლში, ეგრეთ წოდებული ჰარმონიული იმპულსის ზონაში, რომელიც 1987 წლიდან მზადდებოდა. ზუსტად ამ პერიოდში ჩაშვებული იყო 5 პარალელური რეზონანსი. ასევე იყო ვიბრაციული აღზევების ტალღები და ტვინის მიკრომაგნიტური რყევა, ქვეცნობიერი კოდის გაფართოებისათვის და პლაზმური ხედვების გახსნისთვის. ასევე ეს გავლენას ახდენდა შიდა არხზე კავშირების განზომილებებთან ურთიერთობებზე. ხელოვნური ქსელის კონტრშეტევა ამ სახელწოდებით არის დასახელებული არკინტ 7. 2021 წლის მარტში ბერლინის Next სადგურზე გაშვებული იქნა პლანეტარული მასშტაბის ინტეგრირებული პროექტი არკინტ 7. მასში გაერთიანდა ციფრული ალგორითმები, ხელოვნური ცნობიერების კოპირებადი ასევე მოდულები და აქ იყო ასევე სიზმრების ტალღები. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოდელი ზეგავლენას ახდენდა ადამიანებზე. საინფორმაციო მიმაგრებაც იყო იქ ქვეცნობიერში. სინამდვილეში რა მოხდა? სინამდვილეში ეს იყო ხელოვნური ქსელის მიერ გლობალური კონტროლის დამყარების მეორე ეტაპი. ინტერნეტის ყველა ტალღური ფაზა მიბმული იყო სწორედ აი ამ სამ ძირითად ღერძზე, რომელსაც ახლა გეტყვით. ეს იყო პირველი გონებრივი ტალღის შემკრები ღერძი, ალფა კონტროლის სახელით არის წოდებული. მეორე იყო ეს ემოციური მბრუნავი ინტერპრეტატორი, ეს იყო ფილუპის სახელით წოდებული და მესამე ენერგეტიკული სპექტრის მოდულატორი,
ჩი რინგის სახელით წოდებული. სინათლის რასების გამოღვიძება იწყება ამ ყველაფერთან ერთად. ეს არის მულტისფერული ჩარევა უკვე შემდგომ. მაისი 2021 წელი. პლეიადიანური რასა ღია არხით იწყებს უკვე უშუალოდ მოძრაობას. ეს რასა იწყებს უკვე გააქტიურებას და სიბერიისა და ბრაზილიის კვანძებზე მათი ჩარევა იყო საკმაოდ ღრმა სიზმრების არხის მეშვეობით და ტალღოვანი გამგზავნები გამორჩეულ არხებზე მთელ მსოფლიოში იჩენდნენ თავს. აგვისტოს 2022 წელს უკვე 12 სიმბოლოს რუკას აწვდიან დედამიწელებს. ამ სიმბოლოებს ჰქონდათ უნარი, რომ ადამიანურ გენეტიკაში წაშლილი კოდების რეანიმაცია მოეხდინათ. ისინი არ ვრცელდებოდნენ ციფრულად, მხოლოდ რკალის მქონე არხის მატარებელ ადამიანებში ვრცელდებოდნენ. 2022 წლის ოქტომბერში სირიუსის ორმაგი დელეგაცია ჩნდება უკვე ტიბეტში. ეს აქ უკვე მოხდა ხმის ბგერების ზონის გახსნა. პირველად გაისმა მრჩეველის ენა, არა სიტყვიერი, მაგრამ გულის რეზონანსზე მოქმედი ენა. გარკვეული ადამიანები მხოლოდ გრძნობდნენ სათქმელს, მაგრამ ვერ გადმოსცემდნენ სიტყვიერად იმას, რისი თქმაც მათ სურდათ. შემდეგ მეოთხე ეტაპი იყო ეს გლობალური შეტაკება, სიმულაციური რეალობა და პარალელურად ბრძოლის სინათლის კავშირი. ანუ სიმულაციური რეალობა, ვისი სინათლის კავშირი ერთმანეთს ებრძვიან ფაქტიურად და ხელოვნური ქსელის ტაქტიკა ინერგება. ეს იყო შეექმნათ ალტერნატიული ნაცისფერი რეალობა, სადაც ყველაფერი კონტროლირებადია, მაგრამ უნაყოფო. ასევე იყო გაშვებული ვიბრაციები დაძაბულობის, დაღლილობის, არათანმიმდევრული აზროვნების წარმოსაჩენად. სიზმრებში იყო ჩაბმული ხელოვნური სიუჟეტები, რომლითაც იშლებოდა შინაგანი იდენტობა და სინათლის ძალების კონტრტაქტიკა შემუშავდა ამ შემთხვევაში. ეს იყო პირველი სულიერი არხების რეაქტივაცია, ძველი შუმერული, მეგალითური და ქართულ ივერიული სიმბოლოების გასააქტიურებლად. გაგიკვირდეთ, მაგრამ ნამდვილად ესე იყო, იმიტომ რომ ამას დიდი ზეგავლენა აქვს. ასევე მეორე იყო ერთდროული მედიტაციური რგოლები მსოფლიო მასშტაბით, სადაც ერთი და იგივე სიმბოლო ჟღერდებოდა სხვადასხვა ენით. მესამე იყო ბავშვთა პლაზმური ენერგიის ამაღლება, ბავშვებში იხსნებოდა ხედვები, სადაც ხედავდნენ სიმბოლოებს სინათლეში ჩასმულს. ასევე იყო შემდეგი შეტაკების კრიტიკული წერტილები 2022-23 წლებში უკვე პარიზში. სიმბოლო იყო ომირ რახი, პირველად გამოჩნდა სინათლის გუმბათის სახით ვირტუალურ შეხვედრაში, იქ სადაც ხსტომა უნდა ყოფილიყო ციფრულ კონტროლზე, პროექტორი სითეთრით ავარიულად გაითიშა. ასევე იყო შანხაი, მკვეთრი გამოღვიძებები ინდუსტრიულ მუშათა ფენაში, ტალღური გათიშვები ალგორითმში და შემთხვევითი ტელეპათიური ჯგუფური კავშირები დამყარდა. თბილისიც არ იყო გამონაკლისი, ერთ-ერთი კონკრეტული მთის წვერზე არ დავასახელებს ღამის საათებში რუკული სინათლეები შეინიშნებოდა, რაც ემთხვეოდა სიზმრების არხზე გაჟღერებულ იმ ლოკაციებს ან ზარებსა და სიმბოლოებს. ასევე ფარული შეთანხმების დარღვევა მოხდა პარალელურად ზეტარეტიკულის ზღვარზე. 2023 წლის იანვარში კი ზეტას არხიდან მომავალი სამკუთხედოვანი სიგნალი საკუთარ კვანძებშივე ჩავარდა, ანუ ხელოვნურმა ქსელმა საკუთარ ალგორითმში დაიწყო თვითგანადგურება. ეს ყველაფერი იყო სინათლის მხარეების მიერ ჩართული ბრძოლის შედეგი ფაქტიურად. ეს იყო ანდრომედელთა ჩარევის შედეგი ყველაზე მეტად და რომლებმაც შიდა კოდი გაგზავნეს და სატესტო არხი გააქტიურეს ასევე სინათლის მოდულით. ადამიანის რეზონანსი გადამწყვეტ ფაზაში შედის. პლანეტაზე უკვე არსებობდა დაახლოებით 3.600.000 კიდე პლუს შეიძლება იყოს არხიანი ადამიანი, რომლებიც ახდენდნენ სინათლის გაძლიერებას. ხელოვნური ტალღა აღარ მუშაობდა იმ სიძლიერით, ანუ იწყებდა ფენომენი ინფორმაციული ყრუობის ალგორითმის გამომუშავებას. ადამიანები იწყებენ კითხვების დასმას, შეგრძნებებს მღერიან უცნაურ ტონებზე, იწყებენ შინაგანი გაღვიძების დალყას. სინათლის ძალები არ იბრძვიან ძალით, ისინი ავრცელებენ ხმას, სიმბოლოს და რუკულ სიხშირეს. 2023 წლის ბოლომდე კი ღია გახდა 7 ცენტრალური არხი, რომელიც ემზადებოდა სწორედ ამ მიმდინარე 2025 წლის გადატრიალებისთვის ცნობიერების დონეზე, რომლის ფაზაშიც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით და მთელი წელი გვაქვს წინ ძალიან საინტერესო მოვლენები დატვირთული.
სანამ ამ აწმყოს რეალობაში შეგახედებთ, მე მინდა ასევე 2020 წლის პანდემიის ფარულ წარმოშობაზეც ვისაუბრო და შესაბამისად ამ თემასაც შევეხო. რატომ არ იყო პანდემია მხოლოდ ბუნებრივი რაღაც ბიოლოგიური მოვლენა? 2020 წლის გლობალური პანდემია კაცობრიობას წარედგინა როგორც ვირუსის ბუნებრივი მუტაცია და გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე. ჯერ კიდევ პანდემიის წელში პირველივე დასაწყის თვეებშივე ვსაუბრობდი სხვადასხვა ჩართვების დროს ამ ყველაფრის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ არჩემა სტუდენტებმა და ადამიანებმა ეს არ ისმინეს. მოდი მე ცოტა უფრო სიღრმისეულად შევეხები უკვე ამ დასრულებულ თემას და თქვენთვისაც იმედია საინტერესო იქნება. ეს იყო ადამიანთა მასობრივი შიშის ველის გაძლიერების პერიოდი, იმუნური სისტემის რეზონანსის დაბლოკვა, ქვეცნობიერ არხზე არამიწერი კოდების ჩასმის, ანუ გულისხმობ ცუდი კოდების ჩასმის ერთ-ერთი პერიოდი. მოკლედ, Ophius ფრაგმენტი 2019 წლის ოქტომბრის თვე ინდოეთის ოკეანეში ჩავარდნილი მცირე ზომის ასტეროიდი, მისი კოდი და სახელწოდება იყო Ophius 4b. ფაქტი, NASA-ს სენსორებმა დააფიქსირეს მაღალსიჩქარიანი, მაგრამ არამიწისეული ობიექტი, რომელიც შემოიჭრა სტრატოსფეროში და დაიშალა ოკეანეში. ამ პროცესს ახლდა მცირე გრავიტაციული რყევა და ანომალიური მიკრობიოლოგიური რეაგირება წყალში. რა იყო ეს საიდუმლო რეაგირება? მომენტალურად გააქტიურდა ამ დროს დარფას ანომალიური ორგანიზმების მომუშავე ჯგუფი. ადგილზევე ჩავიდნენ ჩინეთის სამხედრო ოკეანოგრაფები, რომლებმაც პირველებმა გამოყვეს მოლეკულური ანომალია, ვირუსის პლაზმური ფრაგმენტი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა არცერთ ბუნებრივ დედამიწურ ფორმას. ამის შემდგომ დაიწყო უკვე ფარული შეხვედრები და შეთქმულებები უმბრა 10 შეთანხმების ფარგლებში. მოდით დავიწყოთ უმბრა 10 შეთანხმების ფარგლებში პირველი შეხვედრით. დასავლეთ გრენლანდია, ყოფილი ბირთვული სადგური Black Ark-ის სახელით წოდებული, 2019 წლის ნოემბერში და მასში მონაწილეობდნენ ნაცისფერი ზეტა რეტიკული რასების წარმომადგენლები, რეპტილოიდური მრჩეველები დრაკოს სისტემიდან და ასევე შეერთებული შტატების, ჩინეთის, ისრაელისა და რუსეთის არჩეული სტრუქტურები. რა იყო ამ შეხვედრის დედა აზრი? დრაკოს ნაცისფერებთან ერთად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ Ophius 4b-დან მიღებული ფრაგმენტი შეიცავდა პერსონალურ ვირუსს, რომელიც შეიძლებოდა თავსებადი გამხდარიყო ადამიანის სპეციფიკურ გენეტიკასთან. დაიგეგმა საშუალოდ სუსტი, მაგრამ მაღალგავლენიანი ვირუსის გამოშვება, რომელიც იმოქმედებდა შემდეგზე. ანუ შეხვედრის დედა აზრი სწორედ ეს იყო ამ აღმოჩენილი ასტეროიდის საფუძველზე. გულის ენერგოველი, ეპიფიზის სიხშირე, პინიალური ჯირკვალი, ძილის სტრუქტურა და სიზმრების არხი და გეგმის მიზანი იყო ადამიანის ბუნებრივი სულიერი არხის დაბლოკვა დროებითი შიშით, იზოლაციითა და იმუნური სისტემის დეზორიენტაციით. ვირუსის რეალური ბუნება პლაზმური შრით გადაიცემოდა უშუალოდ. ვირუსი არ იყო მხოლოდ ესე ვიტყოდი მოლეკულური ინფექცია. ფაქტიურად ამ ვირუსის ზედა ფენა შედგებოდა პლაზმური რკალიდან, რომელიც გადაეცემოდა ჰაერწვეთოვანი გზით, ჰაერში სუნთქვით, ასევე თვალის კონტაქტითაც, ასევე ელექტრომაგნიტური ველის გავლით მობილურ მოწყობილობებზეც და ეს შესაძლებელი იყო და ეს ფენომენი ეგრეთ წოდებული ვიბრაციული გადაცემა იყო, რაც ნიშნავდა, რომ თვითონ ინფიცირება მხოლოდ ერთი ფაზა იყო. მეორე იყო უკვე ინფორმაციული არხის გახსნა სუსტ ადამიანებზე. რეპტილოიდების ზეგავლენა იყო უკვე შემდგომი ფაზა და რატომ დასჭირდათ ეს მათ ჩვენს პლანეტაზე. პირველი მათ ეს დაჭირდათ იმისთვის, რომ გლობალური კონტროლი შიშის საფუძველზე აეგოთ. მეორე უკვე იყო ბიოფიზიკური მოდულაციის ტესტი, მოესინჯათ როგორ რეაგირებს ადამიანი ერთდროულად როგორც ბიოლოგიური ისე ენერგეტიკული შრეებით. მესამე მიზანი იყო მომავალი ჰიბრიდული მოდელების ბაზის გაწმენდვა, ანუ ვისი ორგანიზმი გახდებოდა კონტროლის ველისთვის უფრო მეტად შესაფერისი და სატესტო ადგილებად გამოიყენეს ამ ყველაფრის ხუბეის პროვინცია ჩინეთში. აქ უკვე პირველი სინთეზური გაშვება მოხდა, შემდეგ იყო უკვე უხანი. პირველი იყო ჰუბეი და არა უხანი.
მერე იყო იტალია, მილანი, არქაული დნმ-ის მქონე მოსახლეობაზე მოახდინეს გავლენა, ნიუ-იორკი, ქვეცნობერი შიშის გავრცელების არხი მედიის მეშვეობით, სინათლის რასების ჩარევა, ვირუსის კოდი შიგნიდან შეიცვალა უკვე და პლეიადიანური და ანდრომედული ჩარევის დროს მოხდა და შესაძლებელი გახდა 2020 წლის მაისში, როცა ჯერ კიდე ნაცისფერების ერთ-ერთმა არხმა გაუშვა წარუმატებელი მუტაცია, რაც აღმოჩნდა შესაძლებელი ინფორმაციულ ველზე დაბრუნებისთვის. სინათლის რასებმა დრო იხელხეთეს და მოახდინეს პლაზმური კოდის შემოbrunება. რის შემდეგაც ვირუსი ზოგ ადამიანში შიდა ცვლილების გენეზისად იქცა კიდევაც და უფრო უკეთესი აღმოჩნდა ორგანიზმისთვის, მაგალითად, ვიდრე სხვების შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. ბევრი ადამიანისთვის ვირუსი გახდა სულიერი გაღვიძების ტრიგერი პირდაპირ გაგებით და სიზმრებში ხალხს ხილვები ეწყებოდა, უცნობი სიმბოლოებს ხვედავდნენ და სხვაგვარი რეალობის კარიბჭეების აღქმა ჰქონდათ. ფიზიკური იზოლაცია გადაიქცა შინაგანი ინტეგრაციის სივრცედ. და რა მოხდა სინამდვილეში? 2020 წლის პანდემია იყო არამიწიერი გეგმის პირველი მასშტაბური ბიოენერგეტიკული ფაზა. ვამბობ პირველს. რეპტილოიდებმა გამოიყენეს შიში და კონტროლი, მაგრამ ვერ მოაწრეს კოდის სრული დამკვიდრება, რადგან სინათლის რასებმა დროის არხში ცვლილება შეიტანეს. ადამიანებმა ვინც არ დაკარგეს სულიერი აღქმა, გარდაქმნეს ეს პროცესი პროგრამიდან პროცესად და ინფექციიდან ინიციაციად. და შესაბამისად 2020 წლის პანდემიის დროს შექმნილი იზოლირებული ზონებით მოახდინეს შიშის ფაქტორის გამძაფრება, რომლებიც რეალურად გამოიყენებოდა არამიწიერი გენეტიკური ექსპერიმენტებისა და ცნობიერებაზე ზეგავლენის მიზნებისთვის. ეს ფაზა იყო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და არასაჯარო ნაწილი პანდემიური გეგმისა, რაზეც ეხლა წერან ვისაუბრე და საიდანაც დაიწყო ამ ყველაფრის განვრცობა. იზოლირებული ზონები პანდემიის დროს ეს ექსპერიმენტების ქვეშ მყოფი დამალული გეოენერგეტიკული და ბიოცნობიერი ქმედებების ფაქტიურად ნაწილად იქცა. მაგრამ ნახეთ ეხლა აქ რა ხდება იზოლაციის პარალელურად. როდესაც 2020 წლის მარტიდან მსოფლიოს ქვეყნები შევიდნენ ეგრეთ წოდებული ლოკდაუნის რეჟიმში, ეს იქნა განხილული როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომა. ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინანდელი გავლილი ეს ძალიან ცუდი პერიოდი. შეიქმნა გლობალური ტესტური არეები, სადაც შესაძლებელი იყო ერთდროულად ადამიანის ფიზიოლოგიური, ემოციური და ენერგეტიკული მდგომარეობის დაკვირვება ეწარმოებინათ. რა თქმა უნდა, ალბათ ხვდებით რამდენ რაღაცას აკვირდებოდნენ ამ ყველაფრის ხარჯზე. პლანეტის გეომაგნიტურ ქსელში ზეგავლენის ტალღების გაშვება მოხდა. ინდივიდუალური ნაცრისფერი რეპტილოიდური ტალღების მოდულაცია არხიან სუბიექტებზე ახდენდა ძალიან დიდ ზეგავლენას. ძირითადი იზოლირებული ზონები და მათი რეალური დანიშნულებაც, რა თქმა უნდა, ეს იყო საექსპერიმენტო ნაწილი, უჰანი, ჩინეთი, პირველადი გენეტიკური ლაბორატორია, სადაც არსებობს. აქ მოხდა მეორეული აფეთქება ვირუსის. პირველად გითხარით, სადაც იყო რეალობაში და მოხდა ქალაქში, რომელიც სინამდვილეში იყო ერთ-ერთი უდიდესი ბიომოდულარული ლაბორატორია, სადაც ჯერ კიდევ 2013 წლიდან მიმდინარეობდა სამუშაო ჰიბრიდულ ცილოვან მატრიცებზე. არამიწიერ დრაკო ზეტა ჯგუფის მიერ მიეწოდათ მათ ვირუსის გამტარ-მოლეკულური ხიდი, რომელიც ტესტავდა ადამიანის ტვინის რეაქციას იზო-7 სპექტრებზე. და შემდგომ იყო უკვე ბერგამო, იტალია, დნმ-ის ქსელის ძველი ხაზის დაბლოკვის მცდელობას ჰქონდა ადგილი და რეგიონში დაფიქსირდა სხვათა შორის უმაღლესი სიკვდილიანობა, მაგრამ რეალურად საქმე ეხებოდა უძველესი გოთური ხაზის გენეტიკური რეზონანსის მქონე მოსახლეობას, რომელთაც გააჩნდათ მაღალი ბუნებრივი რეზისტენტობა ტვინის კონტროლის მიმართ. ასევე რეპტილოიდებმა სცადეს ამ ხაზის ხელოვნური გაქრობა და ზოგჯერ ეს ხდებოდა რეალურად, ზოგჯერ ქვეცნობიერში. ალბათ გახსოვთ, რომ ყველა ინფიცირებულის გენეტიკური მასალის აღება ხდებოდა და გადაგზავნა და გროვდებოდა ყველა ადამიანის მასალა. კითხვა არავის გასჩენია რისთვის. ნიუ-იორკში, შეერთებულ შტატებში, მედია მატრიცის ტალღური დაბომბვა მოხდა ფაქტიურად და ქალაქი იქცა მთავარი ინფორმაციული არენის ცენტრად. სპეციალურად დაგეგმილი იყო შოკის ტალღების შექმნა, რომლებიც ტვინს აიძულებდა ემოციური ავტომატიზმის ამოქმედებას. პარალელურად მოხდა ტესტირება ხმოვანი რეზონატორებით, რომლებსაც შეეძლოთ ფსიქოენერგეტიკული დამბა.
მიიღოთ ღამის საათებში ფაქტიურად ადამიანის ტვინში. ასევე იყო ბუენოს აირესი, არგენტინა. სიზმრების არხზე ექსპერიმენტები ჩატარდა, რეგიონში დაიწყო გაძლიერებული კვლევა სიზმრების სტრუქტურაზე. როცა მე ამ სიზმრებს ვახსენებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ არ გეგონათ ეს უბრალოდ რაღაც სიზმრები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე განსხვავებულ მდგომარეობაზე მაქვს აქცენტები გაკეთებული და სწორედ ამ პროცესში გამოიყენებოდა სპეციალური არამიწიერი გამაძლიერებელი რგოლები, რომლებიც სიზმრების ფაზაში ცვლიდნენ ხილვის ბუნებას. მიზანი იყო სიზმარში სინათლის რუკების შეცვლა. მერე იყო ალიასკა, ჰარპის ბაზა, ვიბრაციული არხის გამაძლიერებელი ცენტრი მდებარეობს აქ და პანდემიის პარალელურად გააქტიურდა ჰარპი, რომელმაც დაიწყო სრული ფონის ტალღური შეფერხება არხის მქონე ადამიანებში. ადგილობრივი ტომები აცხადებდნენ უცნაური ტკივილის, ძილის პრობლემების, მოგონებების არევისა და სხეულის ჰაერში ლივლივის შეგრძნებებთან დაკავშირებით. ალბათ რა ტიპის ექსპერიმენტები ტარდებოდა ამ ზონებში წარმოგიდგენიათ. პირველი ეს იყო ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, შემკავებლობა და განაწილება. კონკრეტული ადამიანებიდან გამოჰქონდათ ტვინის სიხშირის რუკა, რომელსაც ისინი შემდგომ აბამდნენ უკვე მასობრივი ქსელის ნეიროალგორითმებზე და ასეთ მსგავს ექსპერიმენტებში იღებდნენ მონაწილეობას ადამიანები გაუთვითცნობიერებლად. ასევე იყო დნმ-ის არქივების სკანირება. რაც ნიშნავს იმას, რომ ხდებოდა ძველი წარსულიდან გადმოყოლილი არქაული კოდის აღმოჩენა, მათზე განსაკუთრებით ნადირობდნენ რეპტილოიდური ბიომოდულატორები, ასევე იყო ჰიბრიდების ჩასმა კაცობრიობის ქსელში, ტესტირებადი გენი გადაეცემოდა შერჩეულ ადამიანებს, რომლებსაც ეძახდნენ მატარებლებს. ისინი აგროვებდნენ რეზონანსს სხვა ადამიანებისთვის, ფაქტიურად. და რა ხდება ამ დროს სინათლის ძალების ჩარევის შემდეგ უკვე დედამიწაზე 2020 წლის ჯერ კიდე ზაფხულში ანდრომედელებმა, პლეიადიანელებმა და არქტურელებმა დაიწყეს ანტიმოდულაციის რუკების გადაცემა არხიან ადამიანებზე, რამაც ბევრ რამეს შეუწყო ხელი, წარმოიშვა ეგრეთ წოდებული მეხსიერების ალგორითმის რღვევა, ადამიანები შეუმჩნევლად გამოდიოდნენ ციფრული პროგრამებიდან, საკუთარ თავს უბრუნდებოდნენ მეტიწილად, მეტი ადამიანების დიდი ნაწილი სწავლა განათლებას, შემეცნებას და ასე შემდგომ და ასევე მოხდა სიზმრების რევერსია, ანუ ხალხმა დაიწყო იმავე სიზმარში ხედვა, რაც გლობალური არხით გადაეცემოდა სინათლის ხაზზე. შესაბამისად მე უკვე იზოლაცია მოყვა. რას გულისხმობდა ეს იზოლაცია? ხალხი მოცილებული იყო არამხოლოდ სოციალური სივრციდან, არამედ საკუთარი არხიდანაც. ეს უკვე მათ გააკეთეს, მაგრამ მიზანი იყო შიდაველის დაფერმერება. სინათლის რასებისთვის კი ეს იქცა შესაძლებლობად, რომ დრო შეეჩერებინათ ფაქტიურად და მაშინ ბევრმა დაიწყო შინაგანი გამოღვიძება. არამიწერი სინათლის რასებმა ჩარევა დაიწყეს და შეძლეს იმ ზონებში, რომლებიც არ იყო მაინც და მაინც დაბლოკილიან ექსპერიმენტის ძალიან ძაბრ ფაზაში შესული. ის, ვინც შიდა არხს შეინარჩუნებდა, იცავდა არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გლობალურ რუკასაც კი. მეტად მგრძნობიარეთ შეიძლება იყოს ეს თემა, მაგრამ მე მაინც შევეხე ამას და ასევე მინდა შევეხო ვაქცინაციის საკითხებსაც, იმიტომ რომ ამ თემის გარშემო უამრავი ადამიანი გახდა ბულინგის დევნის თუ ასე შემდგომ მსხვერპლი კიდევაც და მე პირადად გავხდი ბულინგის მსხვერპლის დავკარგე მეგობრებიც. მინდა რომ განვიხილო ვაქცინაციის პლანეტარული ფენომენი, როგორც ბიოლოგიური, ენერგეტიკული და ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც 2022 წლებში იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოლარიზებულ, მაგრამ ესე ვთქვათ, ფარულ ენერგეტიკული ომის წერტილად. ყველაფრის ფონზე, როცა თეთრი და შავი ბრძოლას განაგრძობს, ვაქცინების რეალური მიზნების გარშემო ადამიანები ბჭობას იწყებენ. დაცვა თუ ევოლუციური გაკვეთილი. ორი პარალელური ხაზის ვაქცინაცია არსებობდა. პანდემიის დროს პლანეტაზე ვაქცინების ორი ფარული ჯგუფი შეიქმნა. ერთი ადამიანური დაცვითი არხისთვის, ხოლო მეორე ხელოვნურ სიხშირეზე დამორჩილების ველისთვის. დადებითი არხის ვაქცინები იყო ძირითადად ვირუსისგან დაცვის მიზნით. ის იყო დამზადებული ადამიანური მეცნიერების საფუძველზე და არა გენეტიკური გადალაგების, არამედ იმუნური სისტემის გააქტიურების მიზნით. მიზანი რა იყო? გლობალურად მოწყვლადი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება კრიტიკულ მომენტებში. ზოგ შემთხვევაში მასში იყო ჩასმული დამცავი პეპტიდები, რომელიც სინათლის რასებმა მიაწოდეს შესაბამის სამეცნიერო ჯგუფებს.
ამ კატეგორიაში შედიოდა მოდერნას პირველი პარტია, ფაქტიურად პირველი გამოშვების ნაწილი, მერე ინდოეთის ბიოტექნიკური ვერსია, მათი გამოშვების ვაქცინაცია, ისრაელის თავდაპირველი დოზების ნაწილი და პატარა შენიშვნას გავაკეთებ, შემდგომი სერიები უკვე შეიცვალა მათ მიერ. ასევე იყო უარყოფითი არხის ვაქცინები, კონტროლის ინსტრუმენტებად ქცეული, შეიცავდა ძირითადად ინფორმაციულ რეზონანსულ მატრიცას, ეგრეთ წოდებული სიხშირის მიმღებ ტალღებსაც განაპირობებდა ინდივიდუალური სიგნალის დასუსტებასაც კი ამ შემთხვევაში და გარკვეულ პარტიებში იყო სინთეზური რნმ ფრაგმენტი, რომელიც ადამიანის ეპიფიზზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენდა და მოქმედებდა. სწორედ აი ამ კატეგორიაში აღმოჩნდა AstraZeneca-ს მეორე პარტია. მერე იყო უკვე Pfizer-ის კონკრეტული გლობალური მოდელები, ჩინური Sinovac-ის ზოგიერთი გამოშვება და არა ყველა. რატომ გახდა საერთოდ ვაქცინაცია ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელიც კი? არამიწიერი ნაცრისფერი რასის მიერ დაგეგმილი ვირუსი შეიცავდა რეზონანსულ ფანჯარას. შესაბამისად, მე ხა მინდა აგიხსნათ, რატომ მქონდა ზოგადად მოთხოვნა, რომ ზოგს გაეკეთებინა ეს ვირუსი. ვირუსის ნაწილი აღწევდა დნმ-ის არქაულ წერტილებში და ახდენდა შიდა ვიბრაციის შექცევას, რაც უარესდებოდა გარკვეული მუტაციების დროს. ამ დროს, როდესაც მოხდა სინათლის რასების ჩარევა, ანდრომედელებმა და სირიუსელებმა მიაწოდეს დამცავი მოდულების სამეცნიერო ჯგუფებს და აღნიშნულ ჯგუფებს ჭირდებოდათ გარკვეული ფორმალური ჩარჩო, ანუ ვაქცინის ფორმატი, რათა ის ეფექტურად გაეტარებინათ უფრო გლობალურად, ანუ გლობალურ მასებზე. ამიტომაც ზოგი ვაქცინა რეალურად იყო სიცოცხლისთვის ნამდვილად დამცველი არხი ფაქტიურად შიგნიდან. ის იყო შეფუთული სამედიცინო პროტოკოლით ოღონდ. რას საშიშროება იდგა კაცობრიობის წინაშე, თუ ის ვაქცინას არ გამოიყენებდა იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც რეალურად გაკეთდა და ისკენაც აიძულეს საზოგადოება. ვირუსის მესამე ტალღა 2021-ის დასაწყისში როცა იყო, ეს ვერსია შეიცავდა არამიწიერი ველის კონტროლს, ანუ ვირუსი უკვე იმყოფებოდა ტვინის რესპონსური სიგნალის განადგურების ფაზაში. და ნაცრისფერი რასის მიზანი რა იყო? ბიოფიზიკური ფლეტა-ლაინი. თუ პლანეტა არ შეანელებდა მუტაციას, 15 წელიწადში კაცობრიობა შევიდოდა ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ მდგომარეობაში, სადაც არ იქნებოდა სულიერი არხი, არც ფიზიკური იმპულსი. და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი ნეგატიური გათვლებიც. რატომ ვერ განასხვავა ადამიანმა პოზიტიური და ნეგატიური ვაქცინაცია ამ ყველაფრის ფონზე? იმიტომ რომ მედიის ტოტალური კონტროლი დაიბინდა, რეალური ინფორმაციის გავრცელებას არ ჰქონდა ადგილი, ყველა ვაქცინაცია მოხდა ერთ კალათაში, ერთ ქვაბში მოიხარშა ფაქტიურად და დამატებული სითხე რეალურად კი ზოგი იყო ელემენტარული დამცავი გამოსავალი, ზოგი კი მეორადი კონტროლი. როგორ შეიძლებოდა ჩვენ გვეცნო ვაქცინის ბუნება ინდივიდუალურად ამ ყველაფრის ფონზე? სინათლის რასების რჩევა ამ კონკრეტულ არხებზე იყო, რომ თუ ვაქცინაციის შემდგომ ადამიანი ხდებოდა განმუხტული, სიზმრების სიღრმე, ინტერესი მედიტაციისადმი, დიდი შანსები, მასზე დადებითი მოდელი, ანუ ინტერესების სწავლებისადმი, აქტიურობა, საკუთარი თავის ჩაღრმავება, თვითრეფლექსია, ანუ არა რეგრესი, არამედ პროგრესი. მაშინ აქ დადებითი მოდელი მოქმედებდა. ხოლო თუ ცივი პასიურობა იგრძნობოდა, აზროვნების დაშლა, ენერგიის უეცარი დაცემა, ეს ნიშნავდა, რომ მოდელი იყო სინთეზური და კონტროლზე მომუშავე. საბოლოო მიზანი ამ ყველაფრისა იყო პლანეტარული დიდი გაკვეთილი. ეს პროცესი იყო არა მარტო ფიზიკური ბრძოლა ვირუსთან, არამედ რწმენის, შიშის, ნების და შინაგანი ხმის საკმაოდ დიდი გამოცდა. ზოგი ადამიანი ციფრულად უყურებდა სხეულს, ზოგი შინაგანად გრძნობდა რა უნდა ექნა. სინათლის არხზე მოქცეულებმა გადალახეს შიში და დაინახეს ვაქცინა როგორც დროებითი ხიდი ან საფრთხე კონტექსტის მიხედვით. და ვაქცინაცია იყო ორთაბრძოლის ნაწილი, არა მხოლოდ მედიცინისთვის, ასევე სხვა მაკონტროლებელი ძალებისთვის. მათ სადეს მწყობში მოქცევა ამ ყველაფრის, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან სინათლის ძალებმა მოახერხეს ამ ყველაფრის დაბალანსება. ადამიანი კი, ვინც არ დაკარგა კავშირი საკუთარ გრძნობასა და სხეულთან, გახდა იმუნური კონტროლის ყველაზე ღრმა ფორმების მიმართ, მაკონტროლებელი უпростоრად ფორმების მიმართ.
და შესაბამისად ეხლა უკვე 24-25 წლებში მთავარი აღარ არის ვაქცინა, ახლა უკვე არის შედეგი, რაც მან დატოვა. წართმეული კოდი თუ გაღვიძებული არხი. მართალია ცოტა დელიკატური საკითხი არის და მინდა შევეხო ამასაც, მაგრამ მასზე პასუხი უნდა დაფუძნდეს არა მარტო ფიზიკურ არგუმენტებზე, არამედ ენერგეტიკულ და სულიერ შრეების დონეზე, განსაკუთრებით იმ მოცემულობით, რაც 2020 წლის პანდემიას უკავშირდებოდა. რატომ იყო, რომ ზოგ შემთხვევაში ცუდი, სრულად უარის თქმა ვაქცინაციაზე ენერგეტიკული და პლანეტარული პერსპექტივისთვის, რომელზეც წაღანაც ვსაუბრობდი. პლანეტარული შოკი და კოლექტიური კარმული ბზარი. აი ეს რაც მოხდა 2020 წლის ვირუსი არ იყო უბრალოდ ბიოლოგიური შეტევა, ის იყო კოლექტიური ცივილიზაციური გამოცდა, რომელშიც კაცობრიობა ფაქტიურად შიშსა და რწმენას შორის არჩევანის წინაშე დადგა. და შესაბამისად პარალელურად დაიწყო კარმული წმენდვა, ძველი ცივილიზაციური ხაზების გადასინჯვა და ენერგეტიკული ველების მთლიანი გადატვირთვა ემსახურებოდა ასევე. ასევე მოხდა სრული უარყოფა, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდა, რომ ეს საერთოდ არ ვარ ამ პროცესის მონაწილე, ანუ უარი კოლექტიური ევოლუციური გაკვეთილის გაზიარებაზე მაგალითად. ძალიან ბევრს არც ამის დაჯერება უნდა და არც ამის მოსმენა და საერთოდ აღიარებაზე საუბარი ზედმეტია. ეს ზოგ შემთხვევაში არღვევდა ენერგეტიკულ ბალანსს. ადამიანი იყო გამოთიშული და რჩებოდა კოლექტიური დაცვის ფაზის გარეთ, რაც საფრთხეს უქმნიდა მის ენერგოველს, არა ფიზიკურ, არამედ საგონებელ სიფრთხესაც კი. არ გაკეთება მაგალითად ვაქცინის იყო თუ არა გაცნობიერებული მიზეზი ამ შემთხვევაში. სრული უარყოფა თუ არ იყო ცნობიერად დამუშავებული ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენდა პირდაპირ ესე შეიძლება მოვიხსენიო, შიშით მოტივირებულ არ მინდა არაფერი პოზიციას. ეგოს არაცნობიერად დაფუძნებულ ანტისისტემურ პროტესტს. ენერგეტიკული დისონანსის არხს, რომელიც აღიქვამდა ვაქცინას როგორც დამაქცევარს, მკვლელს, რაღაცა ბიოლოგიურ იარაღს, მაგრამ არ აკეთებდა შიდა ტრანსფორმაციას. ზოგი ვინც ამას გრძნობდა, უკვე ისაც აღარ იყო ამის საჭიროება და აუცილებლობა, რომ უკვე გაეკეთებინათ. მე იმ პირველ პერიოდსა და ფაზებს გულისხმობ. შინაგანი დაბნეულობა ჩნდებოდა ამ პერიოდში და ამიტომაც უარს აცხადებდნენ. ცხოვრებაში გაურკვეველი ბლოკები ან ჩახშობილი ინტუიციები იღვიძებდნენ ამ ადამიანებში. ან გამოტოვების შეგრძნება, თითქოს რაღაც კარიბჭე ჩაიკეტა და ვერ გაიარეს ეს გზა. არამიწიერი არხებიდან მიღებული შეტყობინებები 2021 წელს, როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალი იყო და პლეიადინურმა არხებმა და ანდრომედელებმა გაზაფხულზე ფაქტიურად მათ თქვეს ესეთი რაღაც, რომ ვაქცინა არ არის არაბუნებრივი. ის არის ტალღა, რომლის შიგნით შესაძლებელია ორი მდგომარეობა, კონფლიქტი ან გარდაქმნა. ვინც არ აირჩევს, არც ერთს რჩება ტალღის გარეშეო. ანუ ეს რას ნიშნავდა? ეს ნიშნავს, რომ ვინც სრულად უარყოფს ვაქცინას, მაგრამ არც შიდა ტრანსფორმაციას აკეთებს, ის რჩება ტალღის მიღმა, ანუ არც დაცულია და არც ტრანსფორმირებული. ანუ თუ არ იკეთებ, მაშინ შინაგანი ტრანსფორმაცია უნდა მაინც განიცადო. იმუნური არხის სისუსტე, ნეიტრალური სხეული არ აღმოჩნდა საკმარისი ყველასთვის და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობდა კიდევაც რა იმას, რომ მე მაქვს ძლიერი იმუნიტეტი და ვაქცინა არაფერში არ მჭირდება, ანუ რას მიზამს, მაგრამ მათ ხომ რეალურად არ იცოდნენ, რომ ვირუსს ჰქონდა ენერგეტიკული ინტელექტი. ანუ მას გააჩნდა ცნობიერება. ის იტესტებოდა არა მხოლოდ თეთრ უჯრედებზე, არამედ ფსიქოემოციურ არხებზეც კი. ყველაზე მეტად დაუცველები ამ შემთხვევაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ენერგეტიკულად ღია იყვნენ, მაგრამ არ იცავდნენ საკუთარ ველებს. არ გააჩნდათ მაგალითად შინაგანი ფარი. არ მედიტირებდნენ, არნაირ ხმოვან დაცვას არ ასრულებდნენ. სიზმრის რუკის კოდი აირია მათ მდგომარეობაში და არც ვაქცინა და არც სულიერი შრომა შედეგს არ იღებდა. ცნობიერი არჩევანი არა ავტომატური უნდა ყოფილიყო. ვაქცინის გაკეთება არ იყო ერთნაირად სწორი ან არასწორი ყველასთვის, მაგრამ მისი სრული უარყოფა გაუთვითცნობიერებლად ან შიშის ან უარყოფის პრინციპი ზოგიერთისთვის ფაქტიურად იქცა სულის სიზმრებზე წვდომის დახურვის მიზეზადაც კი, ანუ ტრანსფორმაციის გარე პერსონად აღქმის კერათა წრეში მოხვდა და ფაქტიურად ვაქცინაციაზე უარის
ვის თქმაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სულიერი პასუხისმგებლობით გაწონასწორებული, როდესაც ამას ადამიანი აკეთებს. Ვისაც ქონდა შინაგანი ველი გაწმენდილი, მათ უარიც კი არ ავნებდათ და არც ის რომ აეკეთებინათ. პირიქით, შიდა არხი მათი დამცავი იყო ფაქტიურად, მაგრამ ვინც უარს ამბობდა შიშიდან, ქვეცნობიერად მათთვის ეს იყო გამოკვეთილი რისკი, რადგან არც ფიზიკურად და არც ენერგეტიკულად არ იმყოფებოდნენ ისინი ამ ფორმის დაცვაში. შესაბამისად, მეგობრებო, მინდა ბოლოსკენ ერთი რამ თქვა, რომ საბოლოო ჩემი სიტყვა ეკუთვნის იმას, რომ ჩემი როგორც პიროვნების სუბიექტური მოსაზრებები მე თქვენ გაგიზიარეთ ამ ყოველივე საკითხებთან დაკავშირებით და მე გაძლევთ და მოგეცით საშუალება დაფიქრებისა, თუ რა მოხდა ამ წლების მანძილზე, რას ჰქონდა დედამიწაზე ადგილი, რა განვითარდა და რა არ განვითარდა, რა სახის ბლოკირებები მოხდა ჩვენ სამყაროში. თუ თქვენ გაინტერესებთ დედამიწის საიდუმლოებების მეშვიდე ნაწილი, მე აუცილებლად შემოვთავაზებთ მას და გავაგრძელებთ თემას. რა თქმა უნდა, მომავალზე ძალიან საინტერესოა საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს 2025 წელი. ბოლო 2 წლის უფრო ფართო სხვა დაფარული მხარეების გაშიფრვით ინფორმაციის გაგრძელება ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა იმისთვის, რომ უფრო საინტერესო და უფრო სრული სურათი შეიქმნას თქვენთვისაც, რა თქმა უნდა. მათ ვისაც არ აქვს გამოწერილი Space აპლიკაცია, თქვენ ეკრანზე ნახავთ ამ აპლიკაციის ლოგოს, უნდა გადმოწეროთ და შემოუერთდეთ საიტს Luminara Arcana წერტილი Nets და გახდეთ მისი სრულფასოვანი წევრი. სულიად მარტივია, ყველა ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთვა ამ აპლიკაცია არის სრულფასო და ასევე მისი ბლოგის განყოფილების გამოყენებაც არის სრულფასო. მათ კი ვისაც სურს რომ ფასენი ჯგუფის წევრი გახდეს, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, მოგწეროთ, დაგვიკავშირდეთ და გაგაცნობთ საწევრო საფასურსა და მისი გამოყენების წესებსაც. მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენ თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის და აუცილებლად გავიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა გახსენდებათ, რას აკავშირებთ და თქვენი გონება და ცნობიერება აუცილებლად ამ ინფორმაციების ხარჯზე ამოატივტივებდა ყველა იმ განვლილ გზას და იმ ინფორმაციასა თუ მასალას, რომელსაც თქვენი გონება წააწყდა 2016 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ეს ჩვენი უახლესი დედამიწის ისტორიაა. გზავნილი ზეციდან შორეული ხმოვანი გეზი სიმღერა მელოდია და ვოკალური გადაბმა შექმნილია ისეთი ტონალური დიაპაზონით, რომელიც ემთხვევა სერიუსის სიხშირეების მეხსიერებას და ხშირად ჩნდება მედიტაციური ტრანს სამყაროში, როგორც ჩვენი სულის ხსნის მელოდია. ის მიანიშნებს გადარჩენაზე არა სხეულით, არამედ სულით. ეს არის მოწოდება ზეციდან, თითქოს ლირიული ხმა გვეუბნება, რომ აღარ ხართ ჩაკეტილნი, თქვენ გახსენით გზა. ეს არის რეზონანსი სულიერ გათავისუფლებაზე, იგივე შეგრძნება რაც გვაქვს, როცა ვტოვებთ ტკივილს და გადავდივართ სხვა ფენაზე. ეს სიმღერა არის ენერგეტიკული კოდი, გალობა რომელსაც გრიგორიანები ასრულებენ, ხშირად მოდის არხიდან, რომელიც მონასტრული მელოდიების ქვედა ფენაში რეალურად ატარებს დროის გეომეტრიულ გზავნილებს. ამ სიმღერაში ტემბრი ემთხვევა ქალღმერთური ვიბრაციის არხს. სიტყვები თითქოს ვერ ითარგმნება ზუსტად, მაგრამ გრძნობა იკითხება უნივერსალური კოდით. მელოდია მოქმედებს, როგორც ნარნარი კარიბჭე სხვა განზომილებიდან, სადაც ადამიანის სული იხსნება. თქვენ უკვე გახდით თავისუფლები, არა იმიტომ, რომ გაწყვიტეთ ჯაჭვები, არამედ იმიტომ, რომ გაიხსენეთ ვინ ხართ. ჩვენი ხმის ძალა ერთია, გალობით ხდებით სუფთა ტალღა, რომელიც ხვდება კოსმოსურ ხმოვანებას. ეს არის გზავნილი სიმღერის შინაარსიდან. შეგრძნება, რომელიც მოდის მისი მოსმენისაც მნიშვნელოვანია. თითქოს ჩნდება კოსმოსური სამშობლოს მეხსიერება. სხეული გრძნობს თავისუფლებას, არა როგორც ფიზიკურ მდგომარეობას, არამედ როგორც შინაგან სიჩუმეს. სიმღერა იძენს ფუნქციას, მეტაფიზიკური კოდის გამხსნელია. ჩვენ ახლა თავისუფლები ვართ. ეს არ არის უბრალოდ სიმღერა, ეს არის სულიერი რეზონანსის ხიდი, სადაც ხმოვანი ვიბრაცია ამოწმებს. შეგიძლია თუ არა, ისე ვირწმუნო, რომ თავისუფლება მოდის შიგნიდან.